საბჭოთა პერიოდში, მაგალითად რეპრესიებს რო ატარებდნენ 60-30-იან წლებში. ბევრი თვითონ ვინც რეპრესიის ჩამტარებელი იყო, თვითონ აღმოჩნდა ბოლოს რეპრესიის მსხვერპლი. აი ვაფშე ეჟოვით რო დავიწყოთ, ვინცაც საერთოდ ებარა რეპრესიები თავიდან, ერთ-ორი წელიწადში თვითონ დახვრიტეს. ჩემი აზრით ის ხალხი, აი რასაც თქვენ ახლა საუბრობთ, დაწყებ მე არაფრით არ გამოვყოფთი მოსამართლე, პროკურორი, ბადრაგი, თანაშემწე, მდივანი ეს ყველა სულ ერთია. ჩემი აზრით. მეტი პასუხისმგებლობა აქვს უბრალოდ მორალური მოსამართლეს, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ იმ მოსამართლემაც იცის, რომ აი მაქსიმუმ ისე არჩევანი იყოს, რომ უმუშევრად დარჩეს. ზუსტად იგივე არჩევანი არის ბადრაგის. როგორც საბჭოთა კავშირში ჯალათს ხო ქონდა რაღაც არჩევანი. სიტუაციის უტრირებას ვაკეთებ. ცხადი ახლა ერთ-ერთი შეიძლება ჯალათი და ბადრაგი არ იყოს ერთ და იგივე. მაგრამ შინაარსობრივად ორივე არის შემსრულებელი ადამიანის ჩაგურის შესახებ ბრძანების. ან წამების შესახებ ბრძანების. მნიშვნელობა რა ხალხს დაარქმევ ამას შინაარსობრივად. მე სიტუაციურ შედარებას ვამბობ ამ შემთხვევაში. უბრალოდ თან მსხვერპლიც არის. სხვადასხვა ბიძინა რომ მოდიოდა ამბობდა რომ მოსამართლებიო მსხვერპლები არიანო მიშა სისტემისო. მართალი იყო ამაში. ანუ ჩვენ ამ წუთას გვასამართლებენ ბადრაგი, მდივანი, ვიღაცა არის თან მსხვერპლიც. და მსხვერპლის მიერ გახორციელებული მართლმსაჯულება არის საშინელება. აი თქვენ რო წარმოიდგინოთ რომ ტრადიციულად ვინ იყვნენ მოსამართლეები. მოსამართლე იყო ყველაზე პატივცემული და რეპუტაციული ადამიანი საზოგადოებაში. ხევის ბერიდან დაწყებული მღვდელი მოსამართლით დამთავრებული ის იყო ადამიანი რომელიც იცნობდა ამ საზოგადოებას. იცოდა მისი საჭიროებები, იმ პატარა community-ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნები, წესები და ის გადაწყვეტილებას ღებულობდა როგორც ამ საზოგადოების ყველაზე ღირსეული ადამიანი. ყველაზე თავისუფალი ადამიანი, იმიტომ რომ მართლმსაჯულება შინაარსობრივად არის ყველაზე თავისუფალი ადამიანების პრივილეგია. არ შეიძლება მსხვერპლმა აკეთოს მართლმსაჯულება. მსხვერპლის მართლმსაჯულება არ იქნება სამართლიანი, ის მსხვერპლის მენტალიტეტიდან გამომდინარე მართლმსაჯულებაა. ხო და აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი მართლმსაჯულება საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სულ მსხვერპლებს ებარათ. და მსხვერპლი, რომელიც არის ჯალათის როლში, არის საშიში. და ამას არ უნდა ადნო მართლმსაჯულება. ჩვენ რომ მართლა ვიცოდეთ რა ჩავდივართ, მართლა რო გვესმოდეს, ანუ აი რომ ადამიანები რო წინათ რო დარეკა ადამიანმა რო ისო რა ქვიაო რატო ვერ ხვდებიან ამას რომ ხალხიო? იმიტომ რომ არ არის ადამიანების ინტელექტი ისე მოწყობილი რომ ყველაფერში ერკვეოდეს. არც ხარჯავთ მაგდენ დროს რომ ყველაფერი ესმოდეს. სინამდვილეში ადამიანების ნაწილი ვიღაცას უნდა ენდობოდეს. ანუ ვიღაც რეპუტაციული ადამიანები უნდა არსებობდნენ სხვადასხვა სფეროში, როგორც მაგალითად არსებობს რაღაცა მანქანის ელექტროობის ხელოსანი. ელექტრიკის ოჯახით. ანუ ჩვენ ხო მანქანის ელექტროობაში ყველანი არ ვერკვევით. ჩვენ ხო ყავს ვიღაც რეპუტაციული ადამიანი, რომლის რეპუტაციასაც ვენდობით მანქანის ელექტროობაში. ხო და აი პოლიტიკა არის სფერო, სადაც მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რომ უცბად რომ ყველა ადამიანი, ვისაც მანქანა ყავს, საუბრობდეს და მსჯელობდეს როგორც ელექტრიკი. მოქმედებდეს როგორც ელექტრიკი. საკუთარ მანქანას ეპყრობოდეს როგორც ელექტროობის ხელოსანი. ყველა საერთოდ. ის მანქანა ხო ვერასოდეს ვერ გაივლიდა. აი გვჭირს ჩვენ პოლიტიკაში. ვერ ვდგებით ფეხზე, იმიტომ რომ ყველანი ვართ ხელოსნები პოლიტიკის. ყველანი ვერ ყვევით ამაში. იმიტომ რომ არ არსებობს კონკრეტული რეპუტაციული ადამიანები, არ არსებობს რეპუტაცია, რომელსაც ვიღაც ენდობა. მე არ ვამბობ რომ ვინმემ დაიმსახურა ეს რეპუტაცია ჩემი კოლეგებიდან. პირიქით, სპეციალურად ფინანსდება ეს, ანუ აი მაგალითად როგორც ტელევიზიები სუბსიდირდება, რომ იქ რეპუტაცია არ იყოს. იქ სულ გაკიოდეს ვიღაცა და არა ვიღაც რეპუტაციული ადამიანი, რომელსაც შენ ენდობი, რომ ამ კაცმა თქვა და ესე იგი ასე ყოფილა, ესო. აი ეს რო არ ხდებოდეს, ამიტომ სუბსიდირდება მატყუარები და ცრუპენდელები. პირიქით, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ნორმალური ხალხი არ გამოჩნდეს. ხო და ამიტომ გვაქვს ეს სიტუაცია და ჩვენ ახლა მართლა ვცდილობთ იმას, რომ ჩვენ შევიძინოთ ეს რეპუტაცია. ჩვენ შევიძინოთ ეს მორალური უპირატესობა და ჩვენ ვიმოძრაოთ ასე და იქნება ვიღაც ადამიანები, რომლებიც თვითონ ვერ ერკვევიან პოლიტიკაში, დაგვიჯერონ. იმიტომ რომ თუ არ დაგიჯერეს და ყველამ თავის ჭკუით იმოძრავა,
იმათ ყველას არასდროს არ ეყოფა იმის შუა, რომ ყველაფერს გაწვდეს. პოლიტიკის დეტალებშიც გაერკვეს, მით უმეტეს ასეთ პოლიტიკაში, სადაც რავი, აი ყველაფერი საბოლოო ჯამში დგას აი ამ რაღაცა სიგიჟეზე. და დგას ისეთი ტიპის ტყუილ, ჩახლართულ ტყუილზე, რომლის ხვეულებში შესვლა იმდენი ტიპის ენერგია ჭირდება, იმხელა გარკვეულობა ჭირდება, იმდენი ინფორმაციის გადამუშავება ჭირდება, რომ შენ ამას ვერასოდეს ვერ მოსთხოვ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელიც საკუთარი საქმით არიან ყოველდღურად დაკავებული. ადამიანებს უბრალოდ არაფრის გააზრება არ უნდათ საკმარისი დროის დახარჯვა, რომ თვითონ გაერკვნენ და უჯერებენ ლოზუნგებს. ამიტომ ეს პროფესია, ჩემი აზრით, რა პრობლემაც არის ამ პროფესიის, არის ზედმეტად ემოციური. და აქ ადამიანები უჯერებენ ემოციურ ადამიანებს. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რომ ფეხბურთელებს არჩევდეთ იმის მიხედვით, ვინ უკეთესად თამაშობს კი არა, ვინ უფრო ემოციურია. თქვენ რომ ექიმებს არჩევდეთ იმის მიხედვით, ვინ უფრო ემოციურია. და არ ენდობოდეთ მის სიუს, მის ბიოგრაფიას და ასე შემდეგ.